გამარჯობა მეგობრებო, მოგესალმებით ყველას. დღეს ესე იგი ჩვენ უნდა გავიმეოროთ ნომინატივი და აკუზატივი. ნომინატივი ეს არის იგივე სახელობითი ბრუნვა და ნომინატივში ჯდება წინადადების სუბიექტი. რაც შეეხება აკუზატივს, აკუზატივში ჯდება წინადადების პირდაპირი ობიექტი. დაიმახსოვრეთ, პირდაპირი ობიექტი ჯდება აკუზატივში. დღეს ჩვენ უნდა გავიმეოროთ არტიკლები ნომინატივსა და აკუზატივში. ჯერ მოდით დავიწყოთ ნომინატივით. ნახეთ, ნომინატივში განსაზღვრული არტიკლებია. განსაზღვრული არტიკლებია. ნდეა, დი, დას. ნდეა, დი, დას. ნდეა არის მამრობითი სქესის განსაზღვრული არტიკლი, დი არის მდედრობითი სქესის განსაზღვრული არტიკლი და დას ეს არის საშუალო სქესის განსაზღვრული არტიკლი. ესე იგი, ნდეა, დი, დას. ახლა გადავიდეთ განუსაზღვრელ არტიკლებზე. ისევ რა თქმა უნდა, ნომინატივში. ნომინატივში განუსაზღვრელი არტიკლებია ein, eine. ein, eine. ახლა ein გამოიყენება მამრობით და საშუალო სქესის არსებით სახელებთან. ანუ der, das ამ ორთან გამოიყენება ein. და რაც შეეხება eine გამოიყენება მდედრობითი სქესის არსებით სახელებთან. ანუ die ამასთან გამოიყენება eine. ეს ნომინატივში რა თქმა უნდა. ესე იგი ნომინატივში განსაზღვრული არტიკლებია der, ein მამრობითი სქესი, die, eine მდედრობითი სქესი, das, ein საშუალო სქესი. ახლა გადავდივართ აკუზატივზე. აკუზატივში განსაზღვრული არტიკლებია den, die, das. den არის უკაცრავად den არის მამრობითი სქესის, die არის მდედრობითი სქესის, das ეს არის საშუალო სქესის განსაზღვრული არტიკლი. როგორც ხედავთ, მხოლოდ და მხოლოდ შეიცვალა მამრობითი სქესის არტიკლი, რადგან ნომინატივში იყო der და აკუზატივში გახდა den. მაგრამ მდედრობითი სქესი ნომინატივში იყო die, აკუზატივშიც არის die. რაც შეეხება საშუალოს, ესაც ნომინატივში იყო das და აკუზატივშიც არის das. ესე იგი, კიდევ ერთხელ აკუზატივში განსაზღვრული არტიკლებია den, მამრობითი სქესი, die, მდედრობითი სქესი, das, საშუალო სქესი. ახლა გადავიდეთ განუსაზღვრელ არტიკლებზე აკუზატივში, რა თქმა უნდა. აკუზატივში განუსაზღვრელი არტიკლებია einen, eine, ein. einen არის მამრობითი სქესის. eine მდედრობითი სქესის, ein საშუალო სქესის. აქაც დააკვირდით, მხოლოდ და მხოლოდ მამრობითი სქესის განუსაზღვრელი არტიკლი არის განსხვავებული einen. ნომინატივში იყო ein, აქ არის einen. მაგრამ მდედრობითი სქესის განუსაზღვრელი არტიკლი ნომინატივშიც იყო eine, აქაც არის eine, საშუალოც ნომინატივში იყო ein, აკუზატივშიც არის ein. ესე იგი, აკუზატივში ჯდება რა? წინადადების პირდაპირი ობიექტი. მაგალითად, მოდით ასეთი წინადადება ვთქვათ მაგალითად. Er hat einen Hund. Er hat einen Hund. ანუ მას ჰყავს ძაღლი. einen Hund. ძაღლი გერმანულად არის der Hund. Der Hund, ein Hund. ხო, der განსაზღვრული, ანუ მამრობითი სქესია ein Hund. აკუზატივში ვიცით რომ ein Hund მამრობითი სქესი რადგან არის, გახდება einen Hund, ამიტომაც დააკვირდით წინადადებაში გვაქვს einen Hund გამოყენებული. Er hat einen Hund, ანუ მას ჰყავს ძაღლი. ამ წინადადებაში einen Hund არის აკუზატივში, რადგან არის წინადადების პირდაპირი ობიექტი. მაგრამ ახლა მეორე წინადადებას დააკვირდით, der Hund ist sehr schnell. Der Hund ist sehr schnell, ანუ ძაღლი, ანუ ეს ძაღლი ძალიან სწრაფია. ამ შემთხვევაში der Hund არის ნომინატივში, რადგან ამ შემთხვევაში არ არის წინადადების პირდაპირი ობიექტი, არის ამ შემთხვევაში წინადადების სუბიექტი. Der Hund ist, ანუ ეს ძაღლი არის sehr schnell, ძალიან სწრაფი. შემდეგი წინადადება ich habe ein Auto. Ich habe ein Auto, ანუ მე მყავს მანქანა. Das Auto არის მანქანა, რომელიც არის საშუალო სქესი და ვიცით რომ საშუალო სქესი აკუზატივში არის das Auto, ein Auto. Ein Auto გამოვიყენეთ წინადადებაში და ich habe
ein Auto, მე მყავს მანქანა. ახლა მეორეს დააკვირდით. Das Auto ist teuer. Das Auto, ანუ ეს მანქანა, ის მანქანა, რომელიც მე მყავს, უკვე ამ შემთხვევაში განსაზღვრული არტიკლი გამოვიყენეთ. Das Auto ist teuer, არის ძვირი. Teuer ნიშნავს ძვირი. ამ შემთხვევაში das Auto არის ნომინატივში, რადგან არის წინადების სუბიექტი. მაგრამ პირველ წინადებაში იყო ein Auto იყო აკუზატივში. შემდეგი წინადდება ich habe eine Wohnung. Ich habe, ანუ მე მაქვს eine Wohnung, ბინა. Die Wohnung არის ბინა, რომელიც არის მდედრობითი სქესი და ვიცით რომ მდედრობითი სქესი აკუზატივში არის die Wohnung, eine Wohnung, eine Wohnung გვაქვს გამოყენებული, ich habe eine Wohnung, ანუ მე მაქვს ბინა, eine Wohnung ამ შემთხვევაში არის აკუზატივში და ახლა მეორე წინადებას დააკვირდით, die Wohnung ist sehr schön. Die Wohnung, ანუ ბინა, ის ბინა, რომელიც მე მაქვს, არის sehr schön, ძალიან ლამაზი. ამ შემთხვევაში die Wohnung არის ნომინატივში, რადგან ამ შემთხვევაში არის სუბიექტი. პირველ წინადებაში იყო აკუზატივში, რადგან იყო ობიექტი, პირდაპირი ობიექტი და მეორე წინადებაში არის ნომინატივში, რადგან ამ შემთხვევაში უკვე არის წინადების სუბიექტი. ესე იგი, მეგობრებო, დაიმახსოვრეთ, რომ ნომინატივში ჩდება წინადების სუბიექტი. Სუბიექტი ჩდება და აკუზატივში ჩდება წინადების პირდაპირი ობიექტი. დავიმახსოვროთ, რომ ნომინატივში ჩვენი არტიკლებია der, ein მამრობითი სქესი, die, eine მდედრობითი სქესი, das, ein საშუალო სქესი. რაც შეეხება აკუზატივს, აკუზატივში den, einen მამრობითი სქესი, die, eine მდედრობითი სქესი, das, ein საშუალო სქესი. მხოლოდ და მხოლოდ როგორც ხედავთ იცვლება მამრობითი სქესის არტიკლები, ნომინატივში მამრობითი სქესის არტიკლები იყო der, ein და აკუზატივში გახდა den, einen. არც მდედრობითი სქესი არ იცვლება, როგორც ნომინატივში, ისევე აკუზატივში არის die, eine და არც საშუალო სქესის არტიკლები არ იცვლება. როგორც ნომინატივში, ისევე აკუზატივში არის das, ein.